მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩვევების ტრენერი. ამ ვიდეოთი გიზიარებთ ონლაინ სესიას. ეს განკუთვნილია მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზის გამო ან ვერ მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე, თუმცა თვლის, რომ ფსიქოთერაპევტის დახმარება ჭირდება. დღეს ეს ონლაინ სესია მინდა შემოგთავაზოთ კონფორმულობაზე. კონფორმულობა, რომელიც იკვლია სოლომონ აშმა, შეგიძლიათ ამ ექსპერიმენტის შესახებ წაიკითხოთ Google-ში, ან ვიდეოებით შეგიძლიათ რომ მოძებნოთ, უბრალოდ აქ მოკლედ ვიტყვი, რომ ამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანებს ტენდენცია აქვთ, ან ახასიათებთ საკუთარ აზრზე, საკუთარ წინა წარმოდგენაზე, შეხედულებაზე ან გადაწყვეტილებაზე უარი თქვას სხვების გავლენის ან სხვების ზეწოლის გამო. ან როცა უკვე ეს ჩვევა არის, მაშინ ადამიანი თავისი ნებით ცდილობს სხვებს მოერგოს. ანუ სხვაგვარად რომ თქვა, ეს ის შემთხვევა, როცა ადამიანი ვეღარ აღიქვამს ზეწოლის ფაქტს. ეს რომ გასაგები იყოს, მაგალითს მოგიყვანთ. ვფიქრობ, ყველაზე გავრცელებული ქცევა არის, როცა ბავშვს საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო უფროსები სჯიან. ამ დროს რა ხდება? ზოგი ბავშვი დასჯის მიუხედავად, მაინც გამოხატავს საკუთარ აზრს და ამას უფროსები ხშირად აფასებენ, რომ ჯიუტია. ზოგი ბავშვი კრეატიულად, ან მოხერხებულად იქცევა და ის პოულობს გზას, ისე გამოხატოს საკუთარი აზრი, რომ დასჯა აირიდოს და ზოგჯერ ბავშვი დასჯის არიდების მიზნით უარს ამბობს საკუთარი აზრის გამოთქმაზე. სწორედ ამ სტრატეგიის არჩევისას უყალიბდება ბავშვს ქცევა, რომელიც ჩვევაში გადადის, თავისი ნებით უარი თქვას საკუთარი აზრის გამოხატვაზე დასჯის არიდების მიზნით. კონფორმულობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ არ გამოიხატება საკუთარი აზრის დაფიქსირებისას, ან გამოხატვისას. ანუ კონფორმულობა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი რამით, მაგალითად არჩევანის გაკეთებისას. არჩევანიც ნებისმიერ საკითხს შეიძლება ეხებოდეს პროფესიის არჩევას, ცხოვრების სტილის არჩევას, გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება ადამიანმა გამოხატოს კონფორმულობა, ანუ რა საკითხის მიმართ, ან ვის მიმართ რა დამოკიდებულება ქონდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, კონფორმულობა ეს არის სხვისი გავლენით, ზეწოლით ადამიანზე ზემოქმედება და იმ მიზნით, რომ მან შეიცვალოს საკუთარი აზრი, შეხედულება ან გადაწყვეტილება. სხვაში აქ მოიაზრება და სხვაში შეიძლება იგულისხმებოდეს ან ერთი ადამიანი, ჯგუფი, საზოგადოება, ან უბრალოდ რაოდენობრივი უმრავლესობა. ანუ სხვანაირად რომ თქვა, ადამიანი კონფორმულობას ავლენს, როცა სურს დაიმსახუროს მოწონება ან მიღებული იყოს ჯგუფში, საზოგადოებაში თუ რაოდენობრივ უმრავლესობაში. ხშირად ადამიანის არგუმენტი ამ კონფორმული ქცევის განხორციელებისას არის ესეთი, ან ამ შინაარსის არის, რომ სხვებიც ასე აკეთებენ. რა თქმა უნდა, ყველა ვინც კონფორმულ ქცევას ახორციელებს, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ცდილობს სხვების მოწონების დამსახურებას. არა, ინდივიდუალური არის ყველასთვის, ანუ ყველა ადამიანისთვის თავისი ინდივიდუალური, ესე იგი სუბიექტური სარგებელი მოაქვს კონფორმულობას.
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ ერთ-ერთი მოთხოვნილება არის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა. ეს მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება განსხვავდება კონფორმულობისგან. შეიძლება ერთი შეხედვით ვიღაცას აერიოს და იფიქროს, რომ ერთი და იგივეა, მაგრამ არ არის ერთი და იგივე. კონფორმულობით შეიძლება მასლოუს ეს მოთხოვნილება იყოს დაკმაყოფილებული, ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნილება იყოს დაკმაყოფილებული, თუმცა ეს არის არაეკოლოგიური, არარესურსული გზა და არაჯანსაღი გზა მოთხოვნილების დაკმაყოფილების. კონფორმულობისას ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ მესხვისი აზრი არ მაინტერესებს. ამაში თქვა და არავინ არ ედავება მათ, უბრალოდ როდესაც რეალურად იმუშავებთ აი ამ საკითხზე, იმ ტექნიკით, რასაც ახლა შემოგთავაზებთ, სხვებში მოიაზრეთ ის ადამიანი, ან უბრალოდ რაოდენობრივ უმრავლესობაში, ან ჯგუფში, მოიაზრეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის. რა ვიცი, რომელთანაც თქვენ მიხვიდოდით პირობითად რჩევის საკითხად, რომელსაც ის ადამიანები მოიაზრეთ, რომლებთანაც თქვენ დახმარების სათხოვნელად მიხვიდოდით. ან ზოგადად ადამიანებს კი მოიაზრებთ, არამედ მოიაზრეთ ის, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის. რომ სწორად განსაზღვროთ, როდის ავლენთ კონფორმულობას, რა მოტივით ავლენთ, რა მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის იყენებთ კონფორმულ ქცევას. ამ საკითხზე მუშაობისას მინდა შემოგთავაზოთ ტექნიკა ხიდი. ამ ტექნიკის გაკეთებისთვის დაგჭირდებათ ფურცლები, ან ფურცელი და კალამი. ან შეგიძლიათ ფანქარიც გამოიყენოთ. პირველ რიგში გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ განახორციელეთ კონფორმული ქცევა. ყველას ქონია ასეთი სიტუაცია ცხოვრებაში. ჯობია რომ ერთზე მეტი სიტუაცია გაიხსენოთ, იმიტომ რომ მარტივად გამოავლინოთ ის მიზეზი, რისთვისაც თქვენ ავლენთ ხოლმე კონფორმულობას. სიტყვა გაიხსენეში მოვიაზებ, რომ თქვენ გაიხსენოთ როდის, რა და როგორ მოხდა, თქვენ რას გრძნობდით ამ დროს, სხვები რას ამბობდნენ თქვენზე, ან ზოგადად თქვენზე რას ამბობდნენ, რა ქმედებებს ახორციელებდნენ თქვენი მისამართით, თქვენ ამაზე რას ფიქრობდით, რა დამოკიდებულება გქონდათ, რა ემოციები გიჩნდებოდათ. ანუ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ სრულად და დეტალურად გაიხსენოთ სიტუაცია, როდესაც თქვენ კონფორმული ქცევა გამოავლინეთ. თუნდაც მასლოუს პირამიდა რომ ავიღოთ, რომელ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდით თქვენი აი ამ კონფორმულობის გამოხატვისას. როდესაც მაქსიმალურად აი სრულად გაიხსენებთ, სიმბოლურად ფურცელზე სიმბოლურად გამოხატეთ ეს თქვენი მდგომარეობა, ეს თქვენი სიტუაცია. თუ ერთ ფურცელზე აკეთებთ, მაშინ უბრალოდ ადგილი აირჩიეთ, სადაც აი ამას გამოხატავთ სიმბოლურად, თუ რამდენიმე ფურცელს გამოიყევთ, მაშინ ერთ ფურცელზე გამოხატეთ სიმბოლურად ეს თქვენი გახსენებული სიტუაცია და თქვენი მდგომარეობა კონფორმული ქცევის გამოხატვისას. სიმბოლო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. რა ვიცი, პირობითად რო ვთქვათ, დაკუჭული ფურცელი. თქვათ სიმბოლურად ეს იქნება გამოხატვა, მაგრამ ვერ ხატავთ, ხო? ამასაც არ აქვს ხატვის ნიჭს მნიშვნელობა, უბრალოდ დაწერეთ, რომ დაკუჭული ფურცელი. ეს ნიშნავს, რომ სიმბოლურად გამოხატეთ. ესეც შეიძლება.
ამას რო სიმბოლურად გამოხატავთ, შემდეგ ფურცელზე განსაზღვრეთ ის ადგილი, იმ დაშორებით, როგორც თქვენ მოგწონთ, პირველი მდგომარეობის სიმბოლოდან, ან თუ სხვა ფურცელს დიაკეთებთ, მაშინ ახალი ფურცელი აიღეთ და უკვე სიმბოლურად გამოხატეთ თქვენთვის სასურველი მდგომარეობა. თქვენთვის სასურველი მდგომარეობა რა შეიძლება იყოს? ეს არის, როდესაც კონფორმულობის ქცევის იგივე სიტუაციაში, რაც გაიხსენეთ, კონფორმულობის ქცევის გამოხატვის გარეშე შეძელით თქვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სასურველი შედეგის მიღება. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, თუ თქვენ გაიხსენეთ სიტუაცია, სადაც რაღაც მისესის გამო თქვენი კონფორმული ქცევის გამოხატვა იყო თქვენი აზრის ცვლილება, ან საერთოდ თქვენი აზრის არ დაფიქსირება, სასურველი მდგომარეობა შეიძლება იყოს, რომ ამავე სიტუაციაში თქვენ მოძებნეთ გზა, რომ შეგენარჩუნებინათ თქვენი აზრი ეკოლოგიური გზით. ან გამოგეხატათ თქვენი აზრი, ანუ არ გაგეხორციელებინათ კონფორმული ქცევა. როდესაც ამას გააკეთებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სასურველ მდგომარეობაში იცვლება თქვენი ქცევა, ანუ თქვენში ხდება ცვლილება. ხშირად კლიენტები სასურველი მდგომარეობის წარმოდგენისას წარმოიდგენენ, რომ ის მათი გახსნებულ სიტუაციაში სხვები იქცევიან სხვანაირად. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებიც შეცვალოთ, როდესაც სასურველ მდგომარეობას სიტუაციას წარმოიდგენთ, თუმცა მაინც აქცენტი გააკეთეთ თქვენს შინაგან ცვლილებაზე და ამ შინაგან ცვლილებაზე დაყრდნობით წარმოიდგინეთ და განსაზღვრეთ სასურველი მდგომარეობა. როდესაც ეს ორი და ესაც გამოხატეთ, რა თქმა უნდა, სიმბოლურად. როდესაც ეს ორი სიტუაცია არსებობს, ერთი თქვენი გახსნებული სიტუაცია, სადაც კონფორმული ქცევა განახორციელეთ და მეორე თქვენთვის სასურველი მდგომარეობა, სადაც შეძელით და არ განახორციელეთ კონფორმული ქცევა, იმისთვის, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადახვიდეთ, ეს გჭირდებათ ხიდი. ანუ ხიდი არის სიმბოლო იმ ფაქტორებისა, რომელიც თქვენ გადაგიყვანთ სასურველ მდგომარეობაში. ანუ ხიდზე ჩამოწერეთ ფაქტორები, რომელიც გადაგიყვანთ სასურველ მდგომარეობაში. ეს ფაქტორები ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. თუ ვთქვათ, პირველ ჯერზე გაგიჭირდათ ყველა იმ ფაქტორის განსაზღვრა, რომელიც თქვენ სასურველ მდგომარეობაში გადაგიყვანთ, იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, შეგიძლიათ მერე ისევ მიუბრუნდეთ ამ საკითხს, ანუ პირველ ეტაპზე გააკეთეთ ისე, როგორც შეძლებთ, მერე ისევ მიუბრუნდით, რომ განსაზღვროთ ეს ფაქტორები, რომელიც თქვენ სასურველ მდგომარეობაში გადაგიყვანთ. ეხლა რა შეიძლება იყოს ეს ფაქტორი? ეს ფაქტორი შეიძლება იყოს თქვენი აზრი. შეიძლება იყოს თქვენი რწმენა წარმოდგენა. ეს ფაქტორი შეიძლება იყოს თქვენი გამოცდილება ან სხვისი გამოცდილებაც. ანუ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ სასურველ მდგომარეობაში, რომ გადახვიდეთ. უბრალოდ ამ ფაქტორების განსაზღვრისას მთავარი რაც არის, როდესაც ჩამოწერთ ამ ფაქტორებს, გადაიკითხეთ და მერე თქვენთვის განსაზღვრეთ.
მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით ეს თქვენი ჩამოწერილი ფაქტორები რომელ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ეს ეხლა თქვენ რისთვის გჭირდებათ? თუ ჩამოწერილი ფაქტორებით არ კმაყოფილდება ის მოთხოვნილება, რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვისაც იყო თქვენს მიერ განხორციელებული კონფორმული ქცევა, მაშინ ეს ფაქტორი თქვენ რეალურად ვერ დაგეხმარებათ, რომ გადახვიდეთ სასურველ მდგომარეობაში. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამბობს რომელიმე ქცევის განხორციელებაზე უარს, თუ კი მას აქვს ალტერნატიული საშუალება დაიკმაყოფილოს ის მოთხოვნილება, რომლის გამოც იმ ძველ ქცევას ახორციელებდა. ამიტომ გჭირდებათ, რომ ფაქტორები, რომელსაც თქვენ ჩამოთვლით, გიკმაყოფილებდეთ ერთის მხრივ იმ მოთხოვნილებას, რომლითაც კმაყოფილდებოდა კონფორმული ქცევით კმაყოფილდებოდა მოთხოვნილება და ასევე მასლოუს სხვა მასლოუში მოცემულ სხვა მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს. აი მე რომ მოვიყვანე მაგალითად ბავშვის შემთხვევა, რომ შეძლო ეპოვნა გზა, გამოეხატა საკუთარი აზრი ისე, რომ დასჯა აერიდებინა. ანუ მან შეძლო მისი ორივე პირობითად, ორივე მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ანუ გამოხატა კიდეც საკუთარი აზრი და აირიდა კიდეც დასჯა. ანუ ამ ფაქტორებში ისეთი ფაქტორები უნდა ჩამოწეროთ, რომელიც თქვენ აი ამ შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, აქ ყველაფერი თქვენთვის კეთდება. მომავალ შეხვედრამდე.